TBC გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მიიღო აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის მე-11 დაჯილდოების ჯილდო ნომინაციაში ჩემპიონი შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერაში. საერთაშორისო აღიარება ხაზს უსვამს TBC-ის სტრატეგიულ ხედვას, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვნებას, თანასწორობისა და ჩართულობის პოლიტიკას და მათ შორის ადამიანის უფლებების პოლიტიკას და შესაბამის პრაქტიკულ ნაბიჯებს. მაკა ბოჭორიშვილი TBC-ის გარემოს დაცვის სოციალური და მართლობის საკითხების კოორდინატორი არის. დღეს საქმე ინდილას სტუმარი და მასთან ვაგრძელებთ თემაზე საუბარს. დილამშვიდობისა მაკა. დილამშვიდობისა. მადლობა მომზადებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. და გილოცავთ მორიგ აღიარებას და ჯილდოს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გიხარია. დავიწყოთ მაკა, რას ნიშნავს TBC-ისთვის აი ეს ჯილდო და ADB-სთან თანამშრომლობის აი ამ პროექტის ფარგლებში რას მოიცავს და რა ხედვა და გეგმები არსებობს აი ამ პარტნიორობის ფარგლებში? ADB-სთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორია გვაქვს, როგორც დაფინანსების ნაწილში, ასევე სხვადასხვა პროექტების განხორციელების ნაწილში. ეს იყო ჩვენი მხრიდან და ADB-ის მხრიდანაც ფართო პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების პირების სერვისების და დასაქმების გაუმჯობესების კუთხით. ჩვენი მიზანი პირველ რიგში იყო, რომ დამოუკიდებლად მიიღოთ ამ ადამიანებს სერვისი. რატომ? იმიტომ რომ ზოგადად თანხლები პირის საშუალებით, რა თქმა უნდა, ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. მაგრამ მნიშვნელოვანია რომ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს და ასეთი ადამიანების სხვადასხვა ჯგუფებს მიეკუთვნებიან დამოუკიდებლად შეეძლოთ იგივე სერვისების მიღება და სწორედ ამ საკითხით, როდესაც დავინტერესდით, აღმოაჩინეთ, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულება არსებობს და ინდივიდუალურად მორგებას ვერ გავაკეთებთ. ამიტომ შევისწავლეთ ციფრული სერვისები, ჩვენი mobile banking-ი, მის ხელმისაწვდომობა, ასევე ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ასევე ვნახეთ თუ რამდენად არის შესაძლებელი არსებულ დიზაინში სხვადასხვა ფუნქციების ინტეგრირება და რა თქმა უნდა ქონდა ასევე თვითონ დაინტერესებული პირების, ანუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან პროექტი, მათი ჩართულობით, რომ გვენახა, ზუსტად მათთვის გვეკითხა, რა მოწონთ, რა არ მოწონთ, რას ისურვებდნენ და ასე შემდეგ. მაკა, მე არ მიგვისმინე უკაცრავად TBC-ისთვის ჯილდოები საერთაშორისო ორგანიზაციებისგან განსაკუთრებით. მეორეს მხრივ ADB-ის თემა და შშმ პირების აღნიშვნა განსაკუთრებულ პატივთან ერთად არის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, რომელიც მესმის, რომ ყველა ჯილდოს დაყვება, მაგრამ აქ რაღაცა განსაკუთრებულად მობილიზებული ვართ ყველანი, ხო? თითოეული ჩვენთაგანი. მე მაინტერესებს მაინც აი როგორ შეიძლება თქვენი გადმოსახედიდან TBC-ის მიერ მიღებული ეს ჯილდო რაღაცნაირად კონვერტირებული იყოს როგორც კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც ხაზი ესმევა თქვენი ყურადღებას და თქვენ სისტემურ ზრუნვას ამ მიმართულებაზე. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ არა, მშვენიერად მიყვარს ჩახართული შეკითხვები. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ ასეთი სერვისები არის უნივერსალური დიზაინის მაგალითი. ანუ ზოგადად უნივერსალური დიზაინი უკვე საბაზისო მეთოდოლოგიად იქცა, ხო, სერვისების და პროდუქტების განვითარების ნაწილში. მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი სერვისები, ჩვენი საქმიანობა, გარემო ყველაფერი უნდა იყოს ადამიანზე ორიენტირებული და ემპათიით გამსჭვალული. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კომპანია და განსაკუთრებით TBC სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობის დროს ავტომატურად მოიპოვებს უპირატესობას და ეს ისეთი უპირატესობა, რომელიც ყველა კომპანიას უნდა უნდოდეს, ყველა საზოგადოებას და სახელმწიფოს. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია TBC-ის მდგრად განვითარებაზეც, ხო და ამ მიმართულებით ბევრი საკითხის დამუშავებაზე. თუმცა აი ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტრატეგია როგორ მოიაზრება ფართო სურათში ESG მიმართულებით და აი ამ ESG ჩარჩოში როგორ ინტეგრირდება საბოლოოდ? ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს ამ სერვისების გამოყენება. შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისთვისაც ზუსტად ასეთი სერვისებია საჭირო. გარდა ამისა, ასევე აღნიშნავ, რომ ეს არ არის ყოველთვის რაღაც ძალიან რთული კონცეფციები. მაგალითად, როდესაც თქვენ ფილიალში მოდიხართ თუ მოდიხართ, იმიტომ რომ იმედი მაქვს, რომ ციფრული სერვისებით სარგებლობთ. პირველ რიგში, რასაც ჩვენი კოლეგები აკეთებენ, გესალმებიან, გამარჯვებას გეუბნებიან, ხო? მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ არ გესმით. ხო, თქვენ ვერ გაიგებთ ჩვენს მისალმებას. ადამიანურად შეიძლება მე თქვენ უბრალოდ შეგეხოთ, რომ ყურადღება მიგაქცევნოთ, მაგრამ მე შეიძლება საერთოდ არ იყოს დაშვებული ქმედება. ანუ ჩვენ დეტალებშიც კი გვჭირდება იმის გააზრება, თუ როგორ უნდა მოვეპყროთ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს, რომ მათ კომფორტული გარემო შეუქმნათ.
და რა საკეთებს? ანუ რა გააკეთა უბრალოდ აი ამისთვის TBC-მ. მათ შორის რა ტექნიკური მხარდაჭერაც და საოპერაციო მიმართულებითაც როგორ იმუშავა, რომ აი ეს ყველაფერი შეშემოპირებისთვის აი ამ დონემდე დახვეწილი ყოფილიყო. თვითონ ეს სამოქმედო გეგმა, რამდენიმე წლიანი გეგმა არის, ჩვენ რა თქმა უნდა პირველ რიგში დავიწყეთ სხვადასხვა სტანდარტების განვითარებით. პირველი ანალიზი გავაკეთეთ იმის ანალიზი თუ რა უნდა გავაუმჯობესოთ, რა უნდა დავამატოთ და ასე შემდეგ, როგორც მომსახურების ნაწილში, ასევე დასაქმების ნაწილში და მივყვებით ამ ჩვენს გეგმას. შემდგომი უკვე არის სხვადასხვა კონკრეტული კონცეფციების განვითარება და მათი დანერგვა, მაგალითად როგორიც არის ფილიალის დიზაინი, რომელიც მორგებული იქნება აბსოლუტურად ყველა საჭიროების მქონე, ან ძირითადი ჯგუფების საჭიროების მქონეს, იმიტომ რომ ჩვენი ფილიალი ძირითადად პანდუსებით არის უზრუნველყოფილი და ეს ემსახურება ეტლით მოსარგებლე ადამიანს, თუმცა ძალიან ბევრი სხვა საჭიროებაც არსებობს. დასაქმების ნაწილშიც რა თქმა უნდა სალური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია დაწყებული აყვანით, იმიტომ რომ აყვანიდან ვიწყებთ უკვე ტრენინგებით, მერე უკვე შენარჩუნებით, კვალიფიკაციის ამაღლებით და ასე შემდეგ. ცნობიერების ამაღლება კომპანიის შიგნით და საზოგადოებაში ასევე, იმიტომ რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებლობის ადამიანები ჩვეულებრივი ფინანსური სერვისებით სარგებლობენ, უფრო აქტიურად უნდა სარგებლობდნენ და ამაში ხელი უნდა შეუწყოთ. და აი ამ მრავალწლიან სტრატეგიაში, რომელიც ასე დეტალურად არის გაწერილი, მათ შორის გავლენაც არის იმ შიდა ორგანიზაციულ კულტურაზეც, ხო და იმ თანამშრომლების მეტად მოტივირებაზე, აი ამ მიმართულებით, რომ უფრო მეტი იდეები წამოვიდეს, უფრო მეტად ჩაერთონ, თუნდაც თანამშრომლები აი ამ მიმართულებით განვითარებაზე. თავისთავად მრავალფეროვანი გარემო, როგორც დასაქმების, ისე სერვისების კუთხით, რა თქმა უნდა, ყოველთვის საუკეთესო სერვისს უზრუნველყოფს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ უნდა გვესმოდეს, რომ ის სერვისები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისთვის არის განვითარებული, მას ტიპური ადამიანებიც ძალიან ჩვეულებრივ იყენებენ. მაგალითად, პირველი აუდიო წიგნი რეალურად შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანისთვის გაკეთდა, მაგრამ ჩვენს დიდი სიამოვნებით ვისმენთ. მაგრამ ჩვენი საუბრის ბოლოს როგორც ცვლის შეშემოპირებთან დაკავშირებით ამგვარი სისტემური გადაწყვეტილებები თვითონ კომპანიის ორგანიზაციულ სტრუქტურას. ვიცი რომ ახლა გთხოვ შედარებით შიდა სამზარეულოს რაღაცების გამხელას, მაგრამ მაინტერესებს არა ემოციური მხოლოდ ნაწილიდან გამომდინარე, რეალობიდან გამომდინარე, როგორ ხდება კომპანია უკეთესი, რატომ ხდება უკეთესი, თუ უკეთესი ხდება და რეალურად თუნდაც საკუთარი კომპანიის და ორგანიზაციიდან გამომდინარე, რა მაგალითის მოყვანა შეგიძლია ამ ნაწილობრივ ამაზე უკვე ვისაუბრე, იმიტომ რომ ადამიანზე ორიენტირებული ემპათიური გარემო ყოველთვის საუკეთესო გარემოს ქმნის ორგანიზაციის შიგნით. გარდა ამისა, ასევე ეს მიმართულება არ არის მარტივი. ანუ საკმაოდ კომპლექსურია და რთულად განსახორციელებელია და ზუსტად TBC-ის კულტურას ეხმიანება, რომ თავარი აგჯეროდეს, ყველაფერი შესაძლებელია, იმიტომ რომ ხშირად მე იმასაც ვამბობ ხოლმე, რომ თუ რამის გაკეთება არის შესაძლებელი, ეს ყოველ შემთხვევაში შეუძლია TBC-ს რომ გააკეთოს და ამას შეუწყოს ხელი. ამიტომ ეს რა თქმა უნდა, რთული მიზნების მიღწევა კომპანიის კულტურას ცვლის თავისთავად უკეთესობისკენ. კარგი. და იმედია, ამიტომ ყველაფერი ჩვენ ყველანი უკეთესები ვიქნებით. მადლობა მაკა ბოჭორიშვილს, TBC-ის გარემოს დაცვის სოციალური და მართლობის საკითხების კოორდინატორს სტუმრობისთვის და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე საუბრისთვის და TBC-ის გუნდს კიდევ ერთხელ ულოცავ, ამჯერად უკვე ADB-ის მხრიდან აღიარებად.